გიორგი ბადრიძე, დიპლომატია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, ვარნო გიორგი. მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ხო, ამოეწურა პუტინს და რაღაცნაირად ასეთი წერტილში მივედით, რომ უკვე დაიწყო საუბარი სანქციებზე. ბევრჯერ იყო ასეთი დაწყება, ასე ვთქვათ, სანქციების. თქვენ ვიცი, რომ ოდნავ სკეპტიკურად ხართ განწყობილი იმის შესახებ, ტრამპი დღეს ერთ რამეს ამბობს, ხვალ შეიძლება სხვა რამ თქვას, მაგრამ ბუნებრივად არის თუ არა ეს პროცესი რაღაც დროში ჩატეული და რაღაც მომენტში უნდა დაისვას პუტინის საკითხი. ჩემი აზრით პრობლემა იმდენად იმაში არ არის, რომ ტრამპი ზოგჯერ წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებს. ერთ საკითხში რაშიც ის თანმიმდევრულია, ეს არის ის, რომ 9 თვის განმავლობაში მისი პრეზიდენტად ყოფნის რუსეთის მიმართ რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მას არ გადაუდგამს დაპირების მიუხედავად. ეს გახსოვთ ალბათ გვირდებოდა ერთ დღეში 24 საათში კონფლიქტის მოგვარებას, სულ მცირე ეს შეგვიძლია გაგვეგო როგორც ცეცხლის შეწყვეტა და თავიდანვე არა რეალისტური და არა სერიოზული იყო და თქვა სიტყვაზე შეიძლება არ გამოუკიდებულიყავით, რომ არა ეს მუდმივი გადადება, მუდმივი გამოცხადება იმისა, რომ აი ხა შევხვდები პუტინს და ველაპარაკები და ეს რაღაცას იზამს, მუდმივი ლაპარაკი იმის შესახებ, რომ საერთოდ ომი არ დაიწყო და მე რო ყოფილიყავი პრეზიდენტი და პუტინი ამას პირდაპირ გამოეხმაო, რომ ნამდვილად ეგრეა, თქვენ რომ ყოფილიყავით პრეზიდენტი, მე არ შევიჭრებოდი, მაგრამ ტრამპი არის პრეზიდენტი 9 თვეა და არანაირი ნიშანი იმისა, რომ პუტინი მზად არის არათუ კონფლიქტის დასასრულებლად, არამედ თუნდაც დროებით ცეცხლის შესაწყვეტად, ამის ნიშანი არ გვაქვს და გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ ის ტრამპს მაინც პატივს არ სცემს და წესი 9 თვის განმავლობაში ეს თვითონ ტრამპისთვისაც უკვე ნათელი უნდა გამხდარიყო. ტრამპისთვის, რომელიც აძლევს შესაძლებლობას სახის შენარჩუნებით რაღაცა ნაბიჯების გადასადგმელად პუტინს. ეს არის რაღაც ვადის დაწესება, შეხვედრა ბოლოს იყო დამაგვირგვინებელი, მრავალი სატელეფონო საუბარი, რომლის არ ვიცი მე რამდენი ასეთი საუბარი იყო, ერთ-ერთ ჯერზე მან ბოლოს მართლა თქვა, რომ აიცით რაღაც ძალიან კარგად მელაპარაკება და მე საღამოს ბომბავს გიევს. ანუ ტრამპი პრეზიდენტია და ამის მიუხედავად პუტინი არათუ არ წყვეტს უკრაინაში ომს, არამედ აი რეკორდზე ამყარებს იმ რაკეტებისა და უპილოტო საფრენის საშუალებებით კიევზე და სხვა ქალაქებზე შეტევის. რაც კიდევ ერთხელ ამბობ ადამიანისთვის, რომელიც ძალიან გრძნობიარეა, პატივმოყვარეა, სრულიად აშკარად, მე მგონია, რომ ეს უნდა იყოს ნათელი სიგნალი იმისა, რომ უნდა გადავიდეს მოქმედებებზე და მარტო ინდოეთი არ უნდა, ასე ვთქვათ, გამოარჩიოს თავისი სანქციებისთვის, იმიტომ რომ 50%-იანი საიმპორტო გადასახადი ნამდვილად გამორჩეულია ინდოეთისთვის და ასევე მარტო ბრაზილიას აქვს და ტრამპის ოპონენტები ამბობენ, რომ ძალიან პერსონალურია, რომ ბრაზილიის შემთხვევაში ეს არის ბოლსონაროს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ერთგვარი სოლიდარობის გამოხატვა, თუ გვექნებათ რომ ავხსნი და ინდოეთის შემთხვევაში ტრამპი არის ესეთი ადამიანი, პერსონალური ყველა პრეზიდენტის შემთხვევაში მუშაობს პერსონალური სანქცია, პერსონალური მიდგომები, ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ ასეთი დიდი სახელმწიფოს ლიდერები ამაზე მაღლად გებიან ხოლმე, მაგრამ რა შემთხვევაში რას გულისხმობთ პერსონალურად? იმას გულისხმობ, რომ ჯერ ერთი სამწუხაროდ შეერთებული შტატების ისტორიაში ასეთი პერსონალიზირებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა არ ყოფილა არასდროს. ინსტიტუტები, უშიშროების საბჭო, სახელმწიფო დეპარტამენტი, სადაზვერვო მთელი თანამეგობრობა აქტიურ როლს თამაშობდა ხოლმე, უფრო დიდ როლს თამაშობდა საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებაში. ეხლა დღეს პიროვნული გახდა ამ კურსის გატარება და კონკრეტულად მაგალითად იგივე სანქციების დაწესება, რომელიც კონსტიტუციით სხვათა შორის სულაც კონგრესის ძალაუფლების ნაწილია და ზოგჯერ შეუძლია ეს პრეზიდენტმა გააკეთოს, მაგრამ მე უნდა შეათანხმოს პოსტფაქტუმ მაინც უნდა შეათანხმოს კონგრესთან. ბრაზილიის შემთხვევაში ძალიან პერსონალურია და შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებთან შეიძლება კავშირი არც არის, რადგან ბრაზილიაში ასამართლებენ ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც უარი თქვა ბატონი ტრამპის მსგავსად
თავისი არჩევნებში წაგების აღიარებაზე და მოუწოდა თავის მომხრეებს ძალისმიერი ქმედებებისკენ. და ამისთვის ახლა ის არის სასამართლო პროცესშია და ამაზე ერთგვარად შურისძიების და თავისი მეგობრის ბოლსონაროს გამოსაქვამაგებლად ტრამპი აწესებს 50%-იან ტარიფს ბრაზილიაზე და გვაქვს ინდოეთის შემთხვევა. მე ყველანაირად მივესალმები რუსული ნავთობის იმპორტიორების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული ქმედი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ინდოეთის ესე გამოცალკევება მათ შორის და ამ ზომის ტარიფის დაწესება მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებს გამოცხადებული აქვს ჩინეთი როგორც თავისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საგარეო საფრთხე. ჩვენ ვიხილეთ ამან რა გამოიწვია დაახლოება პუტინისა და ინდოეთის ფიზიკური ჩახუტება, პირდაპირ მნიშვნელობით ჩახუტება ვიხილეთ ნარენდრა მოდის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის და ჩინეთის ლიდერის. მე არ ვამბობ, რომ ეს საბოლოო კონფიგურაცია არის, რომ ინდოეთის საბოლოოდ გადავიდა ამ ბნელ მხარეს და ცნობის სხვაშორის ყველა წინა პრეზიდენტი აწლევის განმავლობაში მუშაობდა იმაზე, რომ ინდოეთი მიემხრო თავის მხარეს, რომ ის არ დარჩენილიყო, როგორც თავის დროს საბჭოთა პერიოდში საბჭოთა შეიარაღებაზე იყო მიბმული, ეკონომიკურად მნიშვნელოვნად იყო ინტეგრირებული აი სფეროში. ნელ-ნელა მოხდა ინდოეთის აი გადმოყვანა აქეთ მხარეს, მარტო იმიტომ არა, რომ ინდოეთმა ფასეულობითი არჩევანი გააკეთა. გარდა იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის დემოკრატია. ნუ კარცელოს პაკისტანის საკითხი, რომელსაც მხარს უჭერს ჩინეთი, თვითონ ჩინეთთან სასაზღვრო კონფლიქტი ძალიან სერიოზული და ის შეერაღების თვალსაზრისით ინდოეთმა აღმოაჩინა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. რომ რუსული იარაღი მაგალითად სანდო არ ყოფილა და ეფექტური. ამ დროს ინდოეთისთვის ასე ვთქვათ ბიძგება რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებით დიდი შეცდომა მგონია, მაგრამ ამბობენ, რომ ამის მიზეზი იყო მათ შორის ის, რომ ნარენდრა მოდიმ არ აღიარა პირადად ტრამპის როლი, როგორც ის თვითონ ამტკიცებს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის დასრულებაში და არ წარადგინა ნარენდრა მოდიმ ტრამპი ნობელის პრემიერი. რეალურად რომ დაუბრუნდეთ ეს პიროვნული და ეროვნული ინტერესები რომ განვასხვაოთ, აუცილებელი მგონია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ რუსეთი ვერ აფინანსებდეს ამ ომს ნატოს გაყიდვით სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ამის უამრავი საშუალება არსებობდა და კიდევ მეორე საშუალება არსებობს უკრაინისთვის ადეკვატური მხარდაჭერის განახლება და ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ არა თანმიმდევრულ და უცნაურ ქმედებებს. აი თქვენს აზრს დავასრულებ. მგონია, რომ ყველა მიზეზი აქვს ბატონ ტრამპს, რომ საბოლოო ჯამში აღარ ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ აი დაელაპარაკება პუტინს და დაარწმუნებს რაღაცაში. უნდა დაიწყოს ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, როგორც რუსეთის ნავთობის მუშტრების მიმართ, ისე უკრაინის და ევროპის მხარდასაჭერად, რადგან ამის გარეშე ვერანაირად ვერ აიძულებს პუტინს, რომ დაასრულოს ეს მასობრივი. ერთი სატელეფონო საუბარი მინიმუმ ტრამპს პუტინთან წინ აქვს, ეს თქვა, რომ ამ შეხვედრების შემდგომ ევროპელებთან დღეს და ხვალო, ანუ ორშაბათი სამშაბათი ვაშინგტონში არის ევროპელების ჩასვლისა და მოლაპარაკების თემა. მედიამ ძალიან სანდო მედიამ გამოიტანა საჯაროდ რაზე ილაპარაკებს ეს ხალხი ვაშინგტონში, რა უნდა შეათანხმოს. ესე იგი, ასეთი გეგმაა, რომ ეს სანქციები მხოლოდ ევროკავშირის კი არ იყოს, არამედ ერთობლივად ევროკავშირი და შეერთებული შტატების რუსეთის წინააღმდეგ. ტრამპის საჯარო განცხადებაც, რომ მეორე პაკეტისთვის მზადაა და რომ ის ამ მოლაპარაკებების შემდგომ დაურეკავს პუტინს. დიდი ალბათობით, თუ მიუყვებით აი ამ დაპირებებს, დგება მომენტი, როცა პუტინს ის ეტყვის, რაზე შეთანხმდა ევროკავშირთან და რა ელის მას. პესკოვის წინსწრები განცხადებაც არის, რომ სანქციები არ მუშაობს. ძალიან გავს ივანიშვილის რეჟიმის განცხადებებს, სანქციები არ მუშაობსო. ეს არის ტრამპისა და ევროკავშირის ხელში კოზირი, რის გამოც პუტინი უკან დაიხევს?
სანქციები მუშაობს და პრობლემა ამ სანქციებისა არის არა მათი არაეფექტურობა, არამედ მათი არასისრულე. არ არის ისინი მოყვანილი იმ მასშტაბში, რომელიც კიდევ უფრო აქტიურ და პრაქტიკულ გავლენას მოახდენდა. აქ უნდა მე მგონია რომ გვესმოდეს ერთი რამ ძალიან ნათლად. პუტინის დარწმუნება შეიძლება მხოლოდ არანაირი სატელეფონო საუბრით, არანაირი ასე ვთქვათ მის მიმართ რაღაც დაპირებებით თუ მუქარით, არამედ მხოლოდ პრაქტიკული ქმედებებით. ეს არსენალი აქვს შეერთებულ შტატებს ევროპასთან ერთად და ეს არის ორი მიმართულება. ერთი შეზღუდვები ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც რუსეთისგან ყიდულობს ნავთობს, ბუნებრივია და მეორე კიდევ უფრო ქმედითი. ეს არის რომ რუსეთისთვის კიდევ უფრო ძვირი იყოს უკრაინაში ომის წარმოება უკრაინის ადეკვატურად მომარაგებით. ეს უფრო იაფიც არის თვითონ დასავლეთისთვის და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც რუსეთს უბიძგებს იმისკენ რომ გადასინჯოს თავისი სტრატეგია. სანამ საფასური აგრესიისა არის მისაღები, რუსეთი ამ აგრესიას გააგრძელებს და ის შეიძლება სულაც არ იყოს შემოფარგლული მხოლოდ უკრაინით. და თავარი, რასაც ერიდებიან ხოლმე დასავლეთში და საქართველოშიც არის გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი არის დაუმარცხებელი. არ არის რუსეთი დაუმარცხებელი. თქვენთანაც მithქვავს ეს აქ არ ვსაუბრობთ იმაზე რომ უკრაინა უნდა აღიჭროს ესეთი შესაძლებლობით რომელიც მას მისცემდა შესაძლებლობას რომ ფრონტალური გარღვევით კრემლი აიღონ. არ არის საუბარი ამაზე. საუბარი არის იმაზე რომ უკრაინამ ადეკვატურად შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ჰქონდეს საკმარისი საჰაერო სახმელეთო თავდაცვის საშუალებები, რომელიც რუსეთს მიიყვანს მდგომარეობამდე, რომელშიც ჩვენ ის ვიხილეთ ორჯერ მე-20 საუკუნის განმავლობაში. ანუ რუსეთის მარცხი არის არა მარცხი ბრძოლის ველზე, არამედ მისი სოციალურ-ეკონომიკური ბაზის ჩამოშვა შიგნიდან, როგორც ეს ვიხილეთ 1917 წელს, როგორც ეს ვიხილეთ 80-იანი წლების ბოლოს. მე პირადად მიცხოვრია იმ ეპოქაში, როდესაც მსოფლიოს აზანზარებდა საბჭოთა კავშირი 80-იან წლებში საბჭოთა კავშირი იყო ორიდან ერთ-ერთი სუპერ სახელმწიფო, მსოფლიოში ყველაზე მეტი ბირთვული ქობინი ჰქონდა, მსოფლიოში ყველაზე მეტი ტანკი და მსოფლიოში ყველაზე დიდი შეერაღებული ძალები, ყავდა მოკავშირეები განსხვავებით რუსეთისგან. მსოფლიოს ყველა რეგიონში, მაგრამ 80-იანი წლებიდან მე მახსოვს კარგად ცარიელი დახლები, მშიერი ქვეყანა, გურის რიგები, მახსოვს. ის ვერ აკმაყოფილებდა საკუთარ მოსახლეობას, საკმარისი გამოყვებას ვერ ახერხებდა. და ის დამარცხდა არა ბრძოლის ველზე, თუნდაც ავღანეთში. არამედ დამარცხდა ეკონომიკურად და სოციალურად და დღევანდელი ომი არის ბევრად უფრო დიდი მასშტაბის, ვიდრე იყო ავღანეთი. ავღანეთს ჰქონდა თავისი როლი და დღევანდელი ომი უკრაინაში არის რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტისთვის ბევრად უფრო დიდი წილი დანაკარგისა და აი ამ ორი მიმართულებით ეკონომიკაზე ზემოქმედებით და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შეიძლება რუსეთი რეალურად მიიყვანო მდგომარეობამდე, რომელსაც მას აღარ შეეძლება ომის გაგრძელება. პუტინი რამდენად ადეკვატურია რეალობის შეფასებაში თქვენი აზრით? ნუ ის რომ ის დროს წელავს ეს ცხადია, ზელენსკიმაც უპასუხა დღეს კიდევ ერთხელ რომ არჩავა ტერორისტულ ქვეყანაში მოლაპარაკებებზე პუტინთან, ის მოსკოვში ეპატიჟება ზელენსკის და ეს ცხადია იმისთვის მეპატიჟება რომ ეს მოლაპარაკება არ შედგესო, ეს ასე განმარტა ზელენსკიმ, ეს ყველასთვის ცხადია. სხვა შორის თქვენ ახსენეთ ლიდერების შეხვედრა ჩინეთში, სადაც ძალიან საგულისხმო იყო, რაზე ლაპარაკობდა ჩინეთის ლიდერი და პუტინი. საუბარი იყო სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, რომ თანამედროვე სამყაროში როგორ შეიძლება იცხოვრო გაცილებით დიდხანს, ვიდრე შესაძლებელი იყო ადრე. თავისთავად საუბრის თემა ჩვენებს ავტორიტარი ლიდერების სასოწარკვეთას, დრო განსაზღვრული აქვს ადამიანს ხომ, როცა ის მართავს ადეკვატურად.
სასწორზე, რაც ახლა უდევს პუტინს აქეთ, ეკონომიკური ჩამოშლის საფრთხე და ომის დასრულებით გამოწვეული საფრთხე. თქვენ 17 წელი ახსენეთ, ხო? ორივე საფრთხეა რუსეთისთვის. წაგებული ომიც საფრთხეა. შესაძლოა ჩამოშლილ ეკონომიკაზე უფრო მყისიერი შედეგები მოიტანოს მმართველისთვის. ხო, ეს საფრთხე შეიძლება წაგების გარეშეც ჰქონდეს. არ აგებდა პირველ მსოფლიო ომში რუსული არმია, ძალიან შორს იყო შეჭრილი, თავის ტერიტორიაზე არ წაუგიესო, მან წააგო თავისი ქვეყნის შიგნით ეკონომიკურად და სოციალურად. რაც შეეხება პუტინის ადეკვატურობას, ბევრი მიზეზი არსებობს, რომ ეჭვი შევიტანოთ. ჯერ ერთი რამდენად რეალურ ინფორმაციას, სწორ ინფორმაციას ფლობს, იმიტომ რომ 2022 წელს მისი გათვლა იყო დაფუძნებული იმ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად უკრაინის შეერაღებული ძალები იყო არასწორად შეფასებული, ბევრად უფრო სუსტად. არასწორად შეფასებული იყო საკუთარი რუსეთის შეერაღებული ძალების უნარიანობა. მაშინ ყველა ის ექსპერტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია რუსეთი თავს დაესხოს უკრაინას, იმიტომ რომ მხოლოდ 180,000-იანი დაჯგუფებით, რომელიც იყო კონცენტრირებული უკრაინის გარშემო, არარეალისტური ამ ხელა ქვეყნის დაპყრობა. თურმე ის თვლიდა, რომ აი იმ ძალებით, რომელიც მას ჰქონდა, მაშინ ის სამ დღეში თუ თუნდაც სამ კვირაში მიაღწევდა პოლიტიკური ლიდერშიპის მყიფე შეფასება, ხო? მესამე, ანუ შეცდომა მოწინააღმდეგის შეფასებაში, შეცდომა საკუთარი შეერაღებული ძალების შეფასებაში და შეცდომა, აი აქ კი შეიძლება ვინმე გაამართლოს, რომ იმაში თუ რამდენად თვლიდა, რომ დასავლეთი უკრაინას არ დაეხმარებოდა. ამის ერთადერთი რომ შედარებით გამართლება რაშიც შეიძლება მას ვინმე მოუძებნოს არის ის, რომ აი არ თვლიდა, რომ უკრაინას დაეხმარებოდნენ. ამის მიზეზი ჰქონდა საქართველოს გამოცდილებით და უკრაინის წინა გამოცდილებით, ან ყოველ случае ეს იქნება 2014 წლები კი. დანარჩენი, მოდი ვთქვათ ასე პირდაპირ, რომ მას დიდი ალბათობით არ აქვს ყოველთვის სანდო ინფორმაცია, იმიტომ რომ მან ჩამოაყალიბა თავად იმგვარი ძალაუფლების ვერტიკალი, სადაც ურთიერთობა აქვს ძალიან კორუმპირებულ და ვიწრო წრესთან ძალოვანი სტრუქტურების, რომლებიც ხალისით იპარავენ მილიარდებს და მერე უპატაკებენ, რომ აი გარდაქმნით ჩვენი. რაც შეეხება აი მის ფანტაზიებს, აქ მარტო 150 წლამდე სიცოცხლე არ არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ თავში რაღაც უცნაურობა ხდება. მისი მცდელობა, ისე უკრაინის ომს რო დაუბრუნდეთ, დიდიადი რუსეთის აღდგენის, იმპერიის აღდგენის დიდი ალბათობით კავშირშია თავისი მემკვიდრეობის, აი ასაკში შესული დიქტატორების ერთ-ერთი პრობლემაა, როდესაც დააგროვებ იმდენ ფულს, რომელსაც ვერასდროს ვეღარ დახარჯავ, გაქვს შეუზღუდავი ძალაუფლება და ვფიქრობ რაღაცა, აი პუშკინის ზღაპარი მახსენდება მოხუცი მებადურისა და ოქროს თევზის შესახებ, როდესაც მისი ცოლი მიდის ახალ ფანტაზიებში და ბოლოს დარჩება გატეხილ სათულთან. პუტინი აი ჩემი აზრით ამ ლოგიკით მიდის შეუზღუდავი ფანტაზიებით და ამ დროს ამ ფანტაზიებს უკან არ დგას რეალური სოციალურ-ეკონომიკური ბაზა, ზუსტად ისე როგორც საბჭოთა დროს არსებობდა რაღაც გლობალური კომუნიზმის მეგალომანიაკური იდეა და მე აღმოჩნდა, რომ ელემენტარულად საკუთარ მოსახლეობას ვერკვებს, ისევე როგორც იმპერიულ რუსეთს ჰქონდა ეს მესამე რომის და რაღაც არარეალისტური და არაპრაქტიკული იმის ნაცვლად, რომ მაგალითად ამ სრული ძალაუფლებით ამ კაცს ეზრუნა რუსეთის გარდაქმნაზე, ეკონომიკურად, სოციალურად. რუსეთი ექცია მიმზიდველად თავისი მეზობლებისთვის. ევროკავშირი არავის არ დაძდევს, გინდა თუ არა გახდით ჩემი წევრიო. რუსეთის მცდელობა დაიბრუნოს სიდიადე გახდეს ისევ რაღაცა დიდი გაერთიანების ცენტრი, შეუძლებელი არ იქნებოდა საკუთარი თავის გარდაქმნაზე რომ ეზრუნა. აი მე რო ვიყო რუსი ნაციონალისტი, მე ამას ვუსაყვედურებდი პუტინს, რომ შენ რუსეთი შიგნიდან შეგეძლო გაგეხადა დიადი და ჩვენი მეზობლები დაინტერესებული იქნებოდნენ ჩვენთან ურთიერთობით და არ ეცდებოდა არავინ. იმ წრიდან, საიდანაც პუტინი არის ამოსული და იმ მართვის სტილიდან, რასაც ის აკოპირებს პრინციპში, ძნელი წარმოსადგენია დემოკრატი ლიდერის მიღება. ლუკაშენკომ თქვა სხვა შორის ამას, მეც მინდა დემოკრატი, სულ არ მინდა ავტორიტარიზმი, მეც
წმინდა დემოკრატიაო, მაგრამ არ გამოდის რაღაც მსგავსი თქვაში. ხო, სხვანაირად არ იცის. არც ლუკაშენკომ, არც პუტინმა და არც უნდა. იმიტომ ისთვისაც უნდოდა ეს ძალაუფლება, მან ეს შედეგი მიიღო საკუთარი თავი, ოჯახი და თავისი გარემოცა, სულ ყველა მილიარდერებად აქცია და სულ ყველას აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება და უბრალოდ ამას მოეპოტინა ისეთ რამეს, რაც აღმოჩნდა და სრულად აშკარაა, რომ უფრო შორს არის ვიდრე მესის შესაძლებლობა. რითიც შეიძლება რუსეთი ბევრ უკან დაწიოს, ვიდრე ის იყო 2000 წელს, მაშინ კრიზისში იყო რუსეთი. რუსეთმა პუტინის დროს და ცოტათი მანამდეც მიაღწია ძალიან ხელსაყრელ თავისთვის რეალობას, როდესაც მან ევროპა გახადა თავისი ენერგომატარებლების მთავარი გასაღების ბაზრად. და დღეს პუტინმა ეს დააკარგინა. შედეგები თუ ვიმსჯელებთ, რუსი ნაციონალისტისთვის სრულად მიუღებელი უნდა იყოს. თუ ნატო საფრთხეა, მაშინ პუტინმა მოახერხა და ფინეთი და გაზარდა საზღვარი ნატოსთან. დიახ, შეიყვანა ამ გაერთიანებაში და საუკუნეების განმავლობაში რომ შვედეთი ნეიტრალური იყო და 10 წლების განმავლობაში რომ ფინეთი ნეიტრალური იყო, დღეს უშუალო საზღვარი აქვს მასთან. კი ბატონო, რომ დაუბრუნდეთ ჩვენს რეალობაზე, ავტორიტარული მმართველების სია შეიძლება ასე გავაგრძელოთ. ივანიშვილის მინი მოდელი, რომელიც ცდილობს დააკოპიროს პუტინი, ეს თავისნებით არის თუ უკვე ვეღარ გამოდის იქიდან და პირდაპირ მიმულია მათ პოლიტიკაზე, ამის რკვევას აზრიც აღარ აქვს, შედეგობრივად რომ ვიმსჯელოთ, სად არის დღეს ჩვენი ქვეყანა და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის რამდენად რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ ახლა ჩვენ. ხო, ივანიშვილის მოდელი, არ ვიცი, ძალიან გულით უნდა გდომოდა, რომ ვერ დაგენახა თავიდანვე. კი, განცხადებები იყო, რომ აი ააშენებდა გასაოცარ დემოკრატიას, საერთოდ როდესაც ადამიანი ამბობს პირველ მხოლობითში. პირველ პირში და მხოლობით რიცხვში რომ ის ააშენებს დემოკრატიას, უკვე უნდა გაჩენილიყო მან კითხვები რაშია საქმე. მაგრამ ქმედებებიდან გამომდინარე, თავიდანვე ვისაც ახლა ძალიან არ უნდა საპირისპიროს დაჯერება, აშკარა იყო რომ რაღაცა სხვა ხდებოდა. და ხდებოდა ის, რომ პირველი დღიდან მიზანმიმართულად ის აშენებდა ძალაუფლების ვერტიკალს. ახლა ვინც 2012 წლის ოქტომბერს მიიჩნევს საქართველოში დემოკრატიის გამარჯვებად, აქ მხოლოდ ერთი ნაწილი იყო გამარჯვება, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც წააგო არჩევნები, დემოკრატიულად გადააბარა ძალაუფლება ახლოს. ეს იყო დემოკრატიული ნაწილი. მაგრამ რა ქნა იმ ხელისუფლებამ, რომელმაც მოიგო ეს არჩევნები? მიიტაცა ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა არჩევნების გარეშე. პრაქტიკულად ყველგან წავიდა და საკრებულოები, მუნიციპალიტეტები პრაქტიკულად ძალადობით ჩაიგდო ხელში. მე როგორ ექცეოდა ის ოპოზიციაში აღმოჩენილ პოლიტიკურ ოპონენტებს. თავიდანვე იყო ყველა ნიშანი იმისა, რომ ძალაუფლება რა მოდელს აშენებდა, კი ბატონო. რა მივიღეთ, რომ ეს იყო არა უბრალოდ ავტორიტარული მოდელი, არამედ კურსის ცვლილება საგარეოსი, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს მოხდა და ჩვენ პარტნიორებს დიდი ხანი დაჭირდათ იმის გასარკვევად, რომ სინამდვილეში ეს არ იყო მარტო ავტორიტარული მოდელი, ეს იყო შებრუნება. და მე აღმოჩნდა, რომ ეს ავტორიტარული მოდელი ძალიან უცნაური და არც თუ მდგრადია, იმიტომ რომ წესრიგის შიგნითაც კი არა, რაც ხდება ქართულ ოცნებაში დღეს, მე მგონია, რომ არ არის ნიშანი, რომ ძალიან მოწესრიგებული სისტემა ააშენეს თუნდაც ავტორიტარული. კი ბატონო. და ქვეყანა დააყენა უვიზო მიმოსვლის რისკის დაკარგვის წინაშე. უვიზო მიმოსვლა და საქართველოს საერთოდ ევროპული პერსპექტივა, რომ არანაირად არ ყოფილა არასდროს პრიორიტეტი, რომ ძალაუფლების შენარჩუნება ყოველთვის უფრო აქტუალური იყო, ვიდრე საქართველოს სამშვიდობოს გასვლა, როგორც უსაფრთხოების სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც იქნებოდა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში და რაც იყო ოცნებას რამდენიმე საუკუნის ქართველი ხალხის, ეს პირდაპირ იქნა გადაცვლილი თავის ძალაუფლების შენარჩუნებაში და მისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა, რომელზედაც უამრავი ჩვენი თანამოქალაქის კეთილდღეობაა დამოკიდებული, სამწუხაროდ ეს არაფერს არ წარმოადგენს. დიდი მადლობა.